იძულებითი გამოსახლების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს თვალჭრელიძის ქუჩაზე, თბილისში. ეს არის საცხოვრებელი შენობა, სადაც ათობით ოჯახი თვითნებურად ცხოვრობს. მათ შორის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები. საცხოვრებელი ფართები მათ დაკანონებული არ აქვთ. როგორც ირკვევა, ნაგებობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი გრევის საშიშროება. ადგილზე მობილიზებული არიან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები და პოლიცია. ოჯახების ნაწილს პირადი ნივთები შენობიდან უკვე გაატანინეს. ზურა პეტროსიანი ადევნებს თვალს დილიდან ამ პროცესს, რომელიც ადგილზე იმყოფება და მოგვიყვება ბოლო ცნობებს. ზურა, გისმენთ. კეთი უკიდურესად მძიმე რჩება სიტუაცია აქ, სადაც ათობით ოჯახი ფაქტობრივად იძულებით გამოასახლეს იმ შენობიდან, სადაც ისინი 2-3 ან ზოგიერთ შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათი ნივთების ნაწილი უკვე არის გამოტანილი, ხოლო შენობაში შესასვლელი რკინის ჯებირი უკვე ჩახერგეს და იმის იქეთ უკვე დგას პოლიციელების კორდონი. ფაქტობრივად მთლიანი ტერიტორია, ეს არის ქარხნის ყოფილი შენობა. ახლა პოლიციელების ალყაში არის შემორტყმული ყველა მხრიდან და არა მხოლოდ პოლიციელები, აქ ჩვენ შევნიშნეთ მათ შორის სპეციალური რაზმიც და ასევე აღსრულების პოლიციის წევრები, თუმცა უფრო საინტერესო არის ის, რომ როგორც ჩანს თბილისის მერიას და ზოგადად ოცნების ხელისუფლებას ხალხის წინააღმდეგ დაჭირდა ეგრეთ წოდებული დაჯგუფებების გამოყენებაც, ნიღბიანები, არაფორმალური დაჯგუფებები, რომლებიც აქ მოიყვანეს და ძალიან მალევე შეიყვანეს ტერიტორიის მიღმა და ფაქტობრივად ისინი მოიქცნენ უკვე პოლიციელთა კორდონს იქეთ. ამ დრომდე შენობაში რჩებიან მათ შორის ადამიანები, ჩვენი ინფორმაციით, რასაც აქ გვაწვდიან მოსახლეობის ნაწილი, ამბობენ, რომ იძულებით ხდება მათი გამოყვანა, მათი საცხოვრებელი სახლიდან და მათ შორის ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად ძალის გამოყენებით გამოყავთ ტერიტორიიდან. ფაქტობრივად გარე პერიმეტრზე ახლა იმყოფება ათობით ოჯახი, ბავშვები და სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო დაახლოებით 9 საათის წინ, როდესაც პოლიციასთან შელაპარაკების გამო დააკავეს 2 ადამიანი. მოქალაქეების ნაწილი ითხოვდა მხოლოდ ბინებში შესვლას იმისთვის, რომ დოკუმენტაცია და კუთვნილი ნივთები გამოიტანა, თუმცა ამაზეც თანხმობა ვერ მიიღეს, რაც გახდა დაპირისპირების მიზანი. ნაწილი მოქალაქეების ასევე იმყოფებიან შენობის სახურავზე, იმ შენობის, რომელსაც თქვენ ჩემ ზურგს უკან ხედავთ და ასეთი ფორმით აპროტესტებენ ამ იძულებით გასახლებას, როგორც ისინი გვეუბნებიან, სწორედ შენობის სახურავიდან არ აპირებენ გადმოსვლას და ამიტომ ფაქტობრივად პოლიცია ახლა ცდილობს, რომ ავიდეს ამ შენობის სახურავზე და იძულებით ჩამოიყვანოს ისინი ქვევით. რამდენი ადამიანი რჩება? ბევრი ადამიანია, ქალები არიან, ბავშვები არიან, პოლიცია არის გამოყავს და თქვენც თუ ძალიან ყველაფერი გამოყარეს, გარეთ დაყარეს, არც ერიდებიან, არც არაფერი. ორი შვილი ისინი არ მენახო, ცოცხალით მოუწასასწრები არ მაქვს, თქოვა და დაუშვები ხანდა შესახდა ვიგდათ მაგით. სამი წლის განმავლობაში მე პატრონე რატო არ მოვიდა და არ თქვა, რომ ეს ჩემია და გადითო. ხო გავიდოდით თავიდანვე. ეს იმას ელოდებოდა ჩვენ ხალხს მოსახლეობას გაგვესუფთებებინა, გაგველაგებინა, გავაწყეთ რამე ჩვენი შრომით და ეხლა მოვიდა და გამოუჩნდა. რატო არ ხდება ჩვენი მოთხოვნა, რომ მე პატრონე მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ეს ასასვლელი გააქვთ მე სადაპირო. არ ვიცი, ქუჩაში რჩები. უკაცრავად, რისი შედიხართ? ვინთან შედიხართ? რა, ვირუსი არა. უკაცრავად. იმზანდა გავისი შედიხართ. მოიცა ჩვენი ოჩა ეს შეიძლება. რის გამოხარა? რის გამო? არა, რის გამოხარა? მაშინ რაღაცა იმედი მაინც მოგოცით ჩვენსკენ თუ ხარ. ისთვის შვედს არავის არ აყოლეთ. არავის შესავკიდე. არავის შესავკიდე. აბა ჩვენ აქ ადგილი დატოვეთ. აქაურობა დატოვეთ. დატოვეთ, აი ჩვენ მოსახლეობა ვითხოვთ. აი ეს ადგილი არის ჩვენი. დატოვეთ, რა. ის გარეთ გადა. ხო, აი აქ არ დადგა.
გასახლება თვალჭრელიძის ქუჩაზე დილით ადრე დაიწყო. ეს არის ყოფილი ქართლის ტერიტორია, სადაც მათ შორის დევნილებიც არიან შესახლებულები. ეს ტერიტორია ახლა არის კერძო საკუთრებაში და როგორც აქ მოსულმა ინვესტორმა გითხრა, მისმა წარმომადგენელმა, რამდენჯერმე იყო მცდელობა მოქალაქეების გასახლების და დღეს უკვე იძულების წესით მოხდა თავისივე თქმით სასამართლოს განჩინების საფუძველზე. რაც შეეხება შენობას, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით ეს შენობა არის ავარიული და თბილისის მერია ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს შესთავაზეს ტერიტორიის დატოვება და 3 თვით ქირით გასვლა, თუმცა ეს არის მთავარი შიში ამ მოსახლეობის, ვინაიდან ისინი ამბობენ, რომ 3 თვის შემდეგ ისინი ქუჩაში დარჩებიან და ის თანხა, რომელიც შესთავაზა მათ მერიამ, იმისთვის რომ ბინები ექირავებინათ, არის არასაკმარისი. საუბარი იყო მათივე თქმით დაახლოებით 300 ლარზე. ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. მოდით ერთად მოვისმინოთ, რას ამბობს ის. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი ალბათ რაც უნდა ვთქვა და ორი ფაქტორია მხედველობაში მისაღები, რომ ერთი რომ თვითონ მდგომარეობა არის ესეთი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკუთრების უფლებასაც დასვა ჭირდება და იმავდროულად ბუნებრივია აქცენტი უნდა გქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა და მათივე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას. და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, ის სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს აუცილებლად დაცვას. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემდგომში, ესე ვთქვათ, ნაბიჯები, მე შემიძლია ვისაუბრო დევნილთა მიმართებაში, დევნილებთან მიმართებაში. დევნილებთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არ თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. მოისმინეთ ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომელსაც დევნილთა პრობლემებიც ასევე ეხება ამ სამინისტროს და როგორც ხედავთ, ის ამტკიცებს, რომ არის გაკეთებული გარკვეული შეთავაზება. სიტუაცია ისევ არის დაძაბული, რჩება, ვინაიდან მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის, რომ მოხდეს სწორედ მათი დროებით შეშვება იმისთვის, რომ კუთვნილი ნივთები გამოიტანონ. ოდიში უკაცრავად პირდაპირ ეთერში მუშაობთ, მაპატიეთ. და შესაბამისად ამის საშუალება მათ არ ეძლევათ ზოგიერთ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრების რჩებიან თვითონ ბინებში და ეს არის თავარი მოთხოვნა, რაც ამ დროისთვის არ კმაყოფილდება. ასეთი არის სიტუაცია აქ და ჩვენ დაგებრუნდებით იმის დამიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ზურა, როგორც მოვისმინეთ, თავაზობენ ქირას ამ ადამიანებს, თუმცა თანხის და ვადის სიმცირიდან გამომდინარე ისინი თანახმა არ არიან. დღეიდან სად იცხოვრობენ ეს ოჯახები? ვხედავთ კადრებშიც, რომ ბავშვებიც არიან მათ შორის, ხომ? და არიან თუ არა მოლაპარაკებების პროცესში ჩართული, მაგალითად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მერის ხელმძღვანელი პირები თუნდაც? ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ისინი ასახელებენ. ფაქტობრივად ამ ადამიანების უდიდეს ნაწილს დღეს ღამის გასათევი არ აქვთ და ამბობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ თავი შეაფარონ ნათესავებს და თანხა, რომელსაც ასახელებენ, უკაცრავად არ ჩაიაროთ, მაპატიეთ. თანხა, რომელსაც ისინი ასახელებენ, ამბობენ, რომ შეუძლებელი არის ამ თანხით მცირე ზომის ბინის ქირაობაც კი თბილისში შესაბამისად ისინი ვერ დატოვებენ ამ ტერიტორიას. თქვენ ხედავთ და მათ შორის კადრებშიც ნახავდა მაყურებელი, რომ არის პირადი ნივთები გამოტანილი და ისინი ამბობენ, რომ სავარაუდოდ დღევანდელი ღამის გათენება სწორედ აქვე მოუწევთ შენობის წინ, ვინაიდან უბრალოდ არ არსებობს სივრცე, სადაც მათი გადაყვანა მოხდება, ან უბრალოდ მათ წასასვლელი ექნებათ.